პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობას გიხდით ჩვენი სტუდენტისთვის, რომ გამოგხეთ, რომ გაიცნოთ ჩვენს მოდელს, ვის გიცნობთ, არ გიცნობთ. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, ძალიან დიდი პატივია, რომ აი ესეთი საყვარელი გოგონას წინაშე ვსივარ ახლა. ზოგადად ჩემი ოცნება იყო, რომ რადიოში მემუშავა. და რაღაცნაირად ეს ოცნება ამიხდა, რამოდენიმე ინტერვიუ მქონია, მაგრამ ჩემს რაიონში არ მქონია რადიოში ინტერვიუ და რავი, გაუცნობის საზოგადოებას, ბევრი მიცნობს, უმეტესობა, დარჯან ოქრუაშვილი, ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და დაჯი სტუდიის დამფუძნებელი. როგორ გამოჩნდა ფოტოგრაფია თქვენს ცხოვრებაში და რამდენად დიდი როლი უკავია დღეს მას ფოტოგრაფია. თვითონ სიტყვა იმდენად მიყვარს და იმდენად ჩემი არა. რა ვიცი, ფოტოგრაფიამ თვითონ ამირჩია ასე ვიტყვი. ბავშვობიდან მქონდა შეგრძნება, რომ სამყაროს სხვანაირად ვხედავდი. მამამ მასწავლა ტყის ხმაურის მოსმენა, ბუნების ქარის, სუნის გარჩევა. ბუნება იყო ჩემი პირველი მასწავლებელი, ასე ვთქვათ. ფოტოაპარატამდე ყოველთვის ვიტყვი, რომ ადამიანს მხოლოდ ერთი კამერა აქვს. ეს არის თვალი და მეხსიერება. სწორედ ეს არის პირველი ობიექტი, რომლითაც სამყაროს ხედავთ. და როცა ვგრძნობდი, რომ რაღაც კადრი არ უნდა გამქრალიყო ჩემი მეხსიერებიდან, მივხვდი, რომ ფოტოგრაფია იყო ჩემი გზა. შენი ფოტოგრაფიული სტილი როგორი არის, შეგიძლიათ? სტილი, ანუ თავისით არ მოდის, ყალიბდება დროთა განმავლობაში. და ჩემი სტილი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა. უამრავი გამოცდილებით, ადამიანების ენერგიით, ბუნების სიჩუმით. ბუნება ძალიან მიყვარს და მისი სიჩუმე ხშირად მეხმარება, რომ სხვადასხვა ფოტოები შევქმნე გონებაში და დავინახო მეხსიერებით. რაც შეეხება სტილს, სტილი არის ჩემთვის სიკეთის დანახვა ადამიანებში. ადამიანების დაფასება, სოციუმში იმ ენერგიის დაჭერა, რომელსაც ჩვეულებრივ ვერ ამჩნევენ და არის უხილავი. ჩემი სტილი არის ასევე სინათლე. ფოტოგრაფიაც ხო სინათლის წყაროა და ადამიანობის ძიება ადამიანებში. მე არ ვეძებ სრულყოფილებას, ვეძებ სიმართლეს, ნაზი, თბილი, ცოცხალი ემოცია ჩემთვის არის ყველაზე ძვირფასი. შენი პირველი კამერა თუ გახსოვს? როგორი იყო და რა შეგიძლია იყო, როცა აი პირველი კამერას პირველი კამერა იყო პოლაროიდი. ალბათ გემახსოვრებოდა. ეხაც გამოიგონეს ახალი თანამედროვე ვერსიები არის და ის სხვადასხვა ის კამერა მაქვს ისე. და ეს იყო რაღაცა პირველი ფოტო გადავუღე დედას. და რომ დაფიქსირდა ის ემოცია, რაც დედას ქონდა მაშინ, დედას გემრიელი მიყვარდა ძალიან. და ყველაფერი იყო მაშინ ხოლმე დედა ჩემი როცა გაიღიმებდა, რა ვიცი, ძალიან მიხარებდა და თქვი, რომ რაღაცა განსხვავებულია. ის ფერები, რომ აი, რასაც მე ხა გონებაში თვალით ხედავ, ის უკვე ცხადად არის და რჩება ის წუთი, რაც იმ წუთში არსებობს იმ ადამიანის სახეზე, ღიმილი იქნება ეს თუ სხვა ემოციით. რას ნიშნავს დღევანდელ საქართველოში ფოტოგრაფიის კარიერა შეგიძლიათ? ვერ გეტყვი, რომ ადვილია. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მიგვრცელო. ასევე დიდი ბედნიერებაც არის, რადგან საყვარელი საქმეს აკეთებ და კამერას მოსახელში აიღებ, იქ უკვე დაამთავრდა. ჩაიხედო ობიექტივში და რასაც ხედავ, რასაც აღქმადია იმ წუთის შემდგომ, ის არის ყოველთვის ყველაზე მაგარი კადრი. კონკურენცია არ მაშინებს, პირიქით მოტივაციას მაძლევს, საკუთარ წესად ვიმახსოვრებ ყოველთვის, რომ პატივი უნდა ვცე ადამიანებს. უნდა ვცე ასევე კადრს პატივი, იმ სივრცეს, სადაც ვიღებ ფოტოებს, ემოციას, პატივისცემის გარეშე ვერ შედგები ფოტოგრაფად. და ასევე ვიტყვი, რომ დიდი შრომა და დიდი სიყვარული უნდა ჩადო ამ საქმეში, რომ პროფესიონალი ჩამოყალიბდე. თუ ყველაზე უცნაური უკაცრიელი იყო შეთვის გადასახადი. ყველაზე რთული გადასახადი იყო ეს მომენტები თუ გახსოვდება. ეს იყო მიტოვებული შენობა. მიტოვებული სახლი.
რომელიც ჯერ არ იყო დანგრეული, მაგრამ აი ცით როგორი შეგრძნება იყოს ამთარი იყო, დათოვლილი იყო ეს სახლი, რაღაცა ეზოში ძალიან ბევრი ფოთოლი, ზოგი ტალახში, ზოგი ქვაში, ზოგი რაღაც ისე და იმდენად დიდი აი სევდა გამოიწვია ჩემში, რომ ვიტირე, არ დაგიმალავ. და ეს იყო ძალიან უცნაურიც და ძალიან ემოციურიც ჩემთვის. ყველაზე რთულში შეგიძლია გაიყაროთ მე. არა, რთულში არა. რთული სულ სხვა იყო. ეს იყო დედაშვილის შეხვედრის კადრი. დიდი ხნის უნახავი დედაშვილის შეხვედრის კადრი, სადაც პირველი ჩახუტება მოხდა. აი, ლამის გული გამიჩერა, აი, ემოციამ წონასწორება დამაკარგინა და ჩემი კამერაც კი შეარხია, ისეთი ემოცია მქონდა, მაგრამ სწორედ ესეთი კადრებია, სადაც თვითონ ფოტოგრაფიც გრძნობს, რომ ყველაზე სრულფასოვანი კადრები ესეთ კადრებად მიმოჩნია. და ასევე იყო კიდე ერთი გავიცანი ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი და ბევრი ტკივილი ჰქონდა, ანუ ცხოვრება კარგი არაფერი არ მოუტანა არასდროს და ანუ ეს ეტაპობრივად დაატყდა თავზე ბევრი რაღაც და რაღაცა საუბარში ვთხოვე რომ რამოდენიმე კაცს გადაგიღებ, იმდენად სახასიათო სახე ჰქონდა და თან ვესაუბრებოდი და აი ამ საუბარში გაიღიმა. და მითხრა რომ იცი მე წლების განმავლობაში არ გამიგონა. ეს კადრი რა თქმა უნდა არსად არ მოხდებოდა. მას მივეცი და მე დაახატინა კიდევაც და აი ამ პირველმა ღიმილმა ეხაც მე რაღაცნაირი შეგრძნება მიმართება, მას სტიმული მისცა, რომ ცხოვრება გაეგრძელებინა და სხვათა შორის გათხოვდა ის გოგონა და შვილები ყავს და რა ვიცი, თუ მომისმენს, მინდა რომ ძალიან ბედნიერი იყოს. აი, რას გადაიქცევი რა შედი მიზანი, რომ რა გადაიქცევი? ეს სურვილი და სურვილი ისეთი ცხოვრების სურვილი და გადაიქცევი. ყოველთვის ამბობდი, რომ ფოტოგრაფმა თუ პულიცერის პრემია არ დაიმსახურა თქო, მაგრამ მე არ მაქვს მაგისი ამბიცია. ძალიან მეშინია ომის. და ომში წავიდოდი და გადავიდოდი. და რატო იცი? რომ ეს იყოს საწინდარი, რომ იყოს მშვიდობა. თუმცა ძალიან ბევრი ფოტოგრაფი იღებს ამას და მაინც არ გვაქვს საბოლოოდ ის ქვეყნები ბომბება და ისეთ ქვეყნებში არის ომი, სადაც არ უნდა იყოს და ძალიან ბევრი ბავშვი იტანჯება, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მე ისეთ კაცს ვიპოვე მეთქი, რომ რაღაცას მოიტანს. არ ვიცი რატომ, შეიძლება ილუზიაა, მაგრამ რა ვიცი. ეს იმედით ხო, ანუ ძალიან მინდა რომ მშვიდობა იყოს დედამიწაზე და ჩვენი საქმე ყოველწლიურად კი ბატონო, დიახ. როგორი ფოტოგრაფი ვიქნებოდა? ალბათ ისევ ემოციასთან კავშირი. მიყვანს სცენა ძალიან. ან სახები ვიქნებოდი თეატრის, ან კინოსი, ან მუსიკაში წავიდოდი. და როგორ არჩევთ კადრს შეიძლება დაუკეთოთ და რა როდესაც უკვე მასალებიც ხალხად ყველაფერი და აი ერთი რთული ნაწილი გადაგაქვს პროცესი და მეორე რთული ნაწილი მონტაჟის პროცესი არის იქ იმ კადრის შენარჩუნება რაც გიგება რომ გაგეჭირა და ამ დროს ძალიან ბევრი ფაქტორი რომელიც მას გიშლის. კი ბატონო. ყოველთვის მეუბნებიან ხოლმე რა რამოდენიმე ქორწილიც მოხდა გადაღებული, ესე არ დავდივარ ქორწილის ფოტოგრაფად, მაგრამ აი ძალიან ახლობელი რომ თხოვს ხოლმე, იმიტომ რომ მიყვარს ლამაზი, ანუ სიფაგის სინაზეს ვეძებ ყოველთვის, მიყვარს ლამაზი კადრები, რა თქმა უნდა, მაგითანაც და აი თუ ვინმე იღებს სიტყვაზე ქორწილში 500 ფოტოს, მე შეიძლება 2000 გადავიყო. იმიტომ რომ იმ 2000-დან 100 კადრი ისეთი მქონდეს, რომ იყოს ძალიან კარგი. არაფერი არ არის ზოგადად განათება, აპარატურა, არა, ემოცია. ადამიანის ემოციის დაჭერა არის ყველაზე მთავარი და ყველაზე რთული გადაღების პროცესში. რა არის ყველაზე რთული გადაღების პროცესში? განათება, ემოცია თუ მომენტის დაჭერა? თითქმის იგივე პასუხი. ემოციის დაჭერა. ემოციის დაჭერა არის ყველაზე მთავარი. აი, რა ვიცი,
ყველაზე ისეთი და ამიტომ შეიძლება რომ აი ვიღაცამ თხოვს ხოლმე რომ სტუდიაში რომ მოვლენ იცი რა 10 ფოტო მინდა მარტო და სადღაც 1 საათი 2 საათი გაუგრძელებ გადაგ. აუ რატო ამდენ იმიტომ რომ მე შენი ემოცია უნდა დავიჭერ, მე შენ ის უნდა მოვქცე რაც გინდა. ემოცია არის ყველაზე მთავარი. რაიმე რიტუალია ჩვენ გადაღებამდე, რაც ასე ვთქვათ, შენი თილის ვარის და ცდილობ ყოფს გამოიყენო ეს. კი. მაქვს ნამდვილად გავიზიარეთ ეს საიტი. ანუ როდესაც გეგმავ გადაღებას, ან თუ შევთანხმდები უკვე და შეთანხმებულურად ვიცი რომ ლოკაციაზე მივდივარ, პირველ რიგში ლოკაციაზე რომ მივალ, აუცილებლად უნდა დავათვალიერო იქაურობა, სად რას როგორ ვიწყებ. მერე ჩუმდები ცოტა ხნით. უსმენ სივრცეს, სინათლეს, ადამიანებს, ზოგჯერ უყურებ როგორ მიყურებენ, ანუ იმიტომ რომ როცა ადამიანთან მიდიხარ და ის უნდა გადაიღო, რაღაცნაირად შიში აქვს მას. შეიძლება კამერის შიში ქონდეს, შეიძლება ცოტა უხერხულობა ქონდეს, ამიტომ პირდაპირ კამერით ვიცი რა ხა შენ უნდა გადაგიხო, ასე არა. ცოტა შეჩვევის მომენტი აქვს და ეს არის ჩემი რიტუალი, სიჩუმე და ფიქრი. რომელიც უმეხმარება. შეიძლება ძალიან კარგი. კარგი, ახლა სტუდიაში აღარ გეცადეთ, და მაშინ ესე იმას კიდევაც. ბლოგში ფოტოგრაფებს ისე გამოჩნდი. პირველ რიგში აი ადგილობრივების რეაქცია. აი როგორი იყო ბლოგში ფოტოგრაფიები ეცხვა, ცხოვრობს სტუდია ხდებოდა და ესე ყოფილიყო ფოტოგრაფის სერვისის შემოთავაზება და არ ყოფილა და აი ეს უცებ გაჩნდა ახალი ფოტოგრაფი ბლოგში. აი როგორი იყო ხალხის დამოკიდებულება. როგორ შეიჩვილე რა სიახლის შენი აზრით. ანუ ვიქნები გულახდელი და ყოველთვის გულახდელი ვარ. დღეს და გუშინ არ გამიცნო საზოგადოებამ. არასოდეს, ანუ იცი როგორ მინდა ვთქვა, ამეღო თანხა იმაში, რაც ძალიან მიყვარს, ვერ წარმომედგინა. მაგრამ როცა გაჩნდა იმისი სურვილი, რომ მქონოდა ჩემი სტუდია და იქ ყველა შემთხვევაში შრომის დაფასება უნდა მომხდარიყო, მერე რატომღაც გაჩნდნენ ადამიანები, უკვე მიჩვეულები რომ იყვნენ, რომ იცი რა დაჯი არიხებს ამაში თანხას და ეხლა აუცილებლად უნდა გადავიხადოთ. მაგრამ მე ისე ვის დაჯი დავრჩი, ადამიანს თუ რაღაცა ფინანსური მხარე აქვს ძალიან ისე რომ სუსტი აქვს, არ არსებობს რომ რამე ფინანსებზე გავცვალო და მას ის სიამოვნება არ მივანიჭო რაც უნდა და ან მე არ მივანიჭო, იმიტომ რომ პირველ რიგში მე მიხარია რომ სხვადასხვა სახეებს ვიღებ და სხვადასხვა ადამიანებს ჩემი ფოტოები აქვს და მოწონთ. რაც შეეხება სტუდიის გახსნას, ძალიან კარგად მიიღო ყველამ, ძალიან ისეთი გახსნა ქონდა, ლამაზი, განსხვავებული. ყველაფერი ჩავდე რომ ეს გახსნაც ისეთი ყოფილიყო, ადამიანები მოსულიყვნენ, ეს სიამოვნად და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. კარგად მიიღო ყველა. მყავს ძალიან ბევრი მსურველი, თუმცა ბოლნისელები არა, მინდა ვთქვა. უფრო სხვადასხვა ქალაქებიდან. ძირითადად კახეთი, ქუთაისი, თბილისში მაქვს ძალიან ბევრი შეკვეთა. აი თბილისიდან ჩამოსულან ბოლნისის სტუდიაში და ადგილობრივები, რავი, რაღაცნაირად ერიდებიან. არ ვიცი რატო. შეიძლება ვფიქრობ ხოლმე, რომ ჩემი ბრალია, რომ შეიძლება ძალიან ბევრი რეკლამა არ მაქვს, მაგრამ ახლა რეკლამების თავი, რა ვიცი, გადატვირთული რეკლამებიც, იმიტომ რომ იციან ადგილობრივი სიტუაცია რაც არის. მხოლოდ ფოტოებს არ ვიღებ. ვეჭდავ ასევე ფოტოებს, ასევე ალბომები, ადგილზე ვპრინტავ, მაისურებზე, ჭიქებზე და რა ვიცი, ძალიან ბევრი ისეთი რაღაც მაქვს, რაც შეიძლება რომ ადამიანებს დაჭიროს. ხო, შეიძლება რეკლამის პრობლემა აქ არ არის უფრო, რომ ადგილობრივება არის უფრო შესახებ. იქ გამომდინარე, რომ ჯერ შენ სანამ იქაც კითხულობთ, მე უკვე როცა ეს ახალი სერვისი ჩნდება, ჩემი აზრით, ბოლოსი ახლა იმდენად დიდი არ არის, რომ ეს ინფორმაციას მარტივად სულად გავცალთ და არ ვიცი, ახლა რატო შეიძლება რომ მოსახლეობა თვითონ საათის ადგილზე ესეთი ახალი შესაძლებლობები როცა გეძლევა, სერვისი გეძლევა ახალი, ჩემი აზრით მოსახლეობა უნდა გამოიყენოს ეს შანსი. და კარგი იქნება თუ არ მორიდებას გადავახავ ალბათ. ხო, არის შესაძლოა. შესაძლოა. ნუ ჩემი სტუდია, რავი, ჩემთვის რაღაც ისე პატარა სამყარო გახდა, თუ მეწევი
ნახავ დიდი სიტუაცია. მადლობა, აუცილებლად გადაგიხდო ფოტოებს. ძალიან რა ვიცი, სადაც ადამიანები მოდიან ხოლმე, იხსენებენ რაღაცებს, რა ვიცი. ასევე მქონდა ერთი შემთხვევა და ეხლა მინდა რომ აღვნიშნო და ძალიან მიხარია რომ ამ ჩემმა ნაპოვნმა ქალბატონმა განვითარება პოვა და ძალიან მალე ეხლა მომდევნო შაბათ-კვირას ექნება მთაწმინდაზე პირველი გამოფენა. ის იყო არის ასეთი ქალბატონი თამიალი ლიპატელიანი. ძალიან საყვარელი ქალია, ქარგავს, ხატავს, ხელნაკეთ მძივებს აკეთებს, ძალიან ბევრ რაღაც ისეთ ხელსაყრელს. კი, პოლონელია. და მე აღმოვაჩინე, უბრალოდ სტუმრად ვიყავი მასთან და რამოდენიმე მის მანქანმა მიიქცია ყურადღება. მე ჩემმა სტუდიამ მასზე გააკეთა პატარა სიუჟეტი და შეიძლება ჩემი სტუდიის გვერდზე ნახომიდოს ეს სიუჟეტი. და მე უკვე რაღაცა პატარა ნაბიჯები დავეხმარე განვითარებაში ამ ქალბატონს და ეხლა უკვე პირველი გამოფენა აქვს. და მინდა მიულოცო, ძალიან ნერვიულობს. და გავამხნევოთ ქალბატონი თამილა და რა ვიცი, ნახოთ. ბევრი წარგება. ხო, ეს პირველი. და მადლობა შენ აი ესეთი ვაი რაღაც ხარდაჭერისთვის, რომელიც დღეს დღეისობით ცოტა რთული მოსაპოვებელია ჩემი აზრით ადამიანების და რაღაც ბევრი ფაქტორის გამო ერიდებიან ხოლმე. ასეთ მე მაინტერესებს შენ სტუდიაში მოვასალმოთ თუ გეკვირდა რომ მათ შეგაკეთე კურსები ფოტოგრაფიის, სადაც მომცემ ახალგაზრდებს თუნდაც ყველას აქტივებს შეიძლებათ რომ აი ეს პროფესია, ეს გახათ თავად პროფესია. შენი დახმარებით და შეწყალი. კი ბატონო, მე მიფიქრია მაგ თემაზე. გარკვეულად მაქვს რაღაცა კურსებიც ჩამოყალიბებული პირველადი რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა, იმიტომ რომ ფოტოგრაფია ძალიან სიღრმისეული რაღაცაა. შეიძლება ასწავლო ერთი წელი ადამიანს, მაგრამ ის ვერ შედგეს ფოტოგრაფად. ნუ სამოყვარეულ დონეზე იცოდეს განათება, რაღაც ტექნიკური საკითხები. მაგრამ ის რომ ფოტოგრაფი იყო და რაღაც სხვანაირი ხედვა დაანახო, ეს თვითონ უნდა იყოს მაშინ. და რა თქმა უნდა, შენ ბიძგი უნდა მისცე. ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ გავაკეთო. თუ რა თქმა უნდა ამყვება ვინმე მოვა ჩემ სტუდიაში, ანუ ჩემი ცოდნა რაც ვიცი, არ არის რაღაცა რთული. ხო, არ არის რაიმე ისეთი რთული. პირიქით, სიამოვნებით მოვაწყო მასტერ-კლასებს მათთან ერთად, გადაღებებს, აი ნებისმიერ დეტალის გადაღება იქნება ეს, სინათლესთან მუშაობა იქნება, რა ვიცი, ნებისმიერი რაღაცა, სტუდიაში მუშაობა, გარე ლოკაციაზე მუშაობა. მე მზად ვარ, რომ ნებისმიერ, თუნდაც ერთი ბავშვი რომელიც მოვა და მეთქე ვიცი რა დაჭი, მე სწავლა მინდა, დავიწყო დღეს. არანაირი პრობლემა არ მეკავა. ძალიან კარგი, რომ ესეთი შესაძლებლობა აქვს დღეს ბოლოში ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს. ალბათ ჩვენ ადგილობრივ ჭირდება რომ გამოიწესოთ და დავინახოთ ახალი შესაძლებლობები, უფრო და მოვფრიზებდეთ და ფრიზლად ვიყოთ, რომ არ გავუშვათ შანსი ხელზე, რომელიც ძალიან ბევრი გვეძლევა. შეიძლება ერთიც გუბეცეს, მაგრამ შეიძლება ძალიან ბევრი გვეძლევა სხვადასხვა სივრცეების და ახალი შესაძლებლობების გამოჩენით პოლიტიკაში, ასე რომ ეს უჩვენ ჩვენს ახალგაზრდებს რომ გამოიყენებთ ეს შესაძლებლობა და ბოლო კითხვა რაც მექნება ეს არის აი რჩევა შეიძლება იქნება რომ ფოტოგრაფის მომავალი ფოტოგრაფის დაწყები ფოტოგრაფების მიმართ აი რა არის ისეთი მთავარი რჩევა რაც შეფარდა მოისმინა ჩემგან უნდა მოისმინონ მე ვისგან ავიღე რჩევა და ვინ არის ჩემი ფავორიტი მოდი მაგას ვიტყვი ჩემი ფავორიტი და შთაგონების წყარო არის სებასტიანო სალტაკო. ეს არის ჩემი უდიდესი შთაგონება. მისი ფოტოები რაღაც ძალიან უხმოა, ნაღვლიანი, ადამიანების ისტორიაზე დაფუძნებული, ტკივილია მათში, სიბრძნეა მათში. და სებასტიანომ მასწავლა, რომ კადრი არ არის მხოლოდ კადრი. ეს არის ღირსება. უნდა იბრძოლო და მუდმივად უნდა გიყვარდეს. და ყველაზე პირველი რაც ვისწავლე, რომ ტექნიკა არის მეორე ხარისხოვანი. სალდაგოს ფოტოები, აი მე მაქვს რამოდენიმე და ჩაგიგდებ.
იმდენად ემოციურია თითოეული კადრი, რომ როცა შეხედავ, თუნდაც უბრალოდ მთარო წარმოიდგინო. ისეთი რაღაცა აქვს ადამიანს დაჭერილი მასში, რომ თვალს ვერ წყვიტა უბრალოდ. და ხვდები, რომ არაფერი არ არის ადამიანის დანიშნულება დედამიწაზე, თუ არა ყველა ის ემოცია, რაც მასში არის სიკეთე. პირველ რიგში პატივისცემა, ადამიანობა, სინაზე, სითბო. თუ აი ამ ყველაფერს თითოეული ფოტოგრაფი, ვინც არის მომავალი ფოტოგრაფი, აი ამ ყველაფერს გაითვალისწინებს. თუ კადრს სიყვარულით გადაიღებს, თუ იმ ადამიანს, ვისაც უღებს ფოტოს, პატივისცემს პირველ რიგში, აუცილებლად გამოვა ის, რისი დანახვაც უნდა. და ყველაზე მთავარი კიდე ერთ ვიტყვი, ყოველთვის ეცადონ ფოტოგრაფებმა და ადამიანებმაც ფოტოგრაფებზე ახლა საუბარი, რომ ისე გააკეთონ და ისეთი კადრი გადაიღონ, აი თავის თვითონ რო ისურვებდა, რომ კადრში იყოს ასეთი. ბიბლიიდან გამოვიყენებდი ერთ ფრაზას, მოდი მოვიქცეთ ისე, როგორც გვინდა რომ ჩვენ მოგვიქცენ. მადლობა ძალიან დიდი დაჭი. იმისთვის რომ ჩვენ ისმენებისთვის ეს პატარა თავი მოხდა ჩვენთან. წარმატებებს გისურვებთ, წინ კიდევ ბევრი წარმატება გეავდება ბჭერები, ბონუსებს რასაც მეტყოდი, ეს არის რომ გააქტიურდნენ უფრო და ხელი მოკიდონ ახალ შესაძლებლობებს. ძალიან დიდი მადლობა. უდიდესი მადლობა თქვენ და თქვენს რადიოს და უდიდესი წარმატებები. მადლობა ძალიან დიდი.